ბავშვთა კარდიოლოგია, ახალი მიმართულება, რომელსაც კლინიკა ნოვაციოში, ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა კარდიოლოგებით დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი რეგულარულად მიაწვდის შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობას. სამედიცინო დაწესებულების განვითარების დირექტორი ლელა ინასარიძე ამბობს, რომ კლინიკა ნოვაციოში უკვე შესაძლებელი იქნება პაციენტებს ჩაუტარდეთ ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაცია, კარდიოგრამა და კარდიოეკოსკოპია. კლინიკაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები ექიმებს საშუალებას აძლევს უახლესი კარდიოეკოსკოპიის მეშვეობით ზუსტად შეაფასონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა კლინიკა ნოვაციოში, რომელსაც ბავშვთა და ინტერვენციული კარდიოლოგი ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ხელაშვილი უძღვებოდა. შეხვედრას დაესწრნენ რეგიონის სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეული ექიმები. შეხვედრაზე განხილული იყო დარგის რეგიონში ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, არსებული გამოწვევები და კლინიკის უახლესი შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით. კლინიკა ნოვაციო არის მაღალი ხარისხის ამბულატორიული სერვისის მიწოდებელი დაწესებულება რეგიონში. ჩვენ ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში მოხარულები ვართ უკვე ჩვენი რეგიონის მოსახლეობას შევთავაზოთ გორში ადგილზე ჩვენს კლინიკაში მაღალი ხარისხის ბავშვთა კარდიოლოგიური მომსახურება. ეს გულისხმობს ადგილზე ბავშვთა კონსულტირებას ბავშვთა კარდიოლოგის მიერ, ასევე ჩაუტარდებათ ადგილზე საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს ეხოსკოპიური კვლევები და EKG კვლევები. ეს გაზრდის რეგიონში არსებული ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადებების გამოვლენის ალბათობას, გაზრდის ბუნებრივი ადრე გამოვლენის შემთხვევები მიღებულ მაღალ შედეგს გამოჯანმრთელების კუთხით და ასევე ადგილზე მიწოდებული სამედიცინო სერვისი ბუნებრივი აზრდის ფინანსურ ხელმისაწვდომობასაც ამ კუთხით. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით კლინიკა ნოვაციოში. ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი ამ კლინიკაში და მიზნად ისახავს ბავშვთა კარდიოლოგიის მიმართულების განვითარებას. ამ მიზნით ჯოენის სამედიცინო ცენტრიდან ჩამოვლენ სპეციალისტები, ჩავატარებთ ეხოკარდიოსკოპიურ კვლევებს, ელექტროკარდიოგრაფიას და მოხდება პაციენტების გასინჯვას, იმ პაციენტების, რომლებიც გამოიგზავნება აქ როგორც კარდიოლოგიური სკრინინგისთვის, ისე პოსტოპერაციული პაციენტების მენეჯმენტისთვის, იმ პაციენტებისთვის, რომელსაც ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ჩარე. ჩვენი არჩევანი გაკეთდა ამ კლინიკაზე, იმიტომ რომ დღესდღეობით ეს არის ძალიან კარგად აღჭურვილი კლინიკა. ჩვენ აქ მოსვლამდე ვნახეთ და შევისწავლეთ ის აპარატურა, ის პერსონალი, ვისთანაც მოგვიწევდა მუშაობა და ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი პერსონალის მიერ. სწორედ იმიტომ არის, რომ დღეს აქ ვართ და ვფიქრობთ თანამშრომლობის გაგრძელებას. სასიხარულოა, რომ გორში არის არაჩვეულებრივად აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიით დაკომპლექტებული ახალი კლინიკა, რომელიც ორიენტირებულია ამბულატორიულ მომსახურებაზე, როგორც ბავშვთა ასაკის, ისე მოზრდილი ასაკის პაციენტებისთვის. ჩივილები, როგორც არის თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ქცევის ცვლილებები, ესეთი პრობლემები არ არის მნიშვნელოვანი და დროული ჩარევით შეიძლება გამოსწორდეს. ასევე მნიშვნელოვანია ცოტა უფრო მოზრდილ პერიოდში არსებული ნევროზული მდგომარეობები, შფოთვები, უფრო ზრდასრული ადამიანებისთვის ეს არის ცერებровასკულური დაავადებები, ალგიური სინდრომით მიმდინარე დაავადებები, როგორც არის თავის ტკივილი, წელის ტკივილი, ეს ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია მომართვიანობის. განსაკუთრებული ადგილი უკავია ცნობიერების დარღვევით ან მის გარეშე მიმდინარე დაავადებებს, როგორც არის ეპილეფსია, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მოძრაობითი დარღვევებით მიმდინარე დაავადებები, დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებები და მოხარული ვიქნებით, თუ ამ პრობლემების მქონე პაციენტებს შვებას მოუტანთ.